თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროევროპული აქციების მონაწილის ნიკოლოზ კაციას მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოწმე ბიოლოგიური ექსპერტი ანა თოდაძე დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ ნარკოტიკის შესაფუთლებზე ნიკა კაციას დნმ ამოვიდა. ექსპერტიზა მან ბრალდების მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით შესაფუთი მასალა მოთავსებული თვითმკეტი პაკეტის ერთ-ერთ ზედაპირზე, ეს არის ობიექტი ნომერი 1, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნიკოლოზ კაციას. ეს არის ობიექტი ნომერი 2, პაკეტი წარწერით ნერწყვის ნიმუში აღებული ნიკოლოზ კაციას პირის სრულად. ნიკოლოზ კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ელოდება. პროევროპული აქციების მონაწილე ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ბიოლოგიური მასალის სასაღებად მის პირის ღრუსა და იღლიას შეეხნენ. ადვოკატმა ნინო ლომინაძემ მოწმეს კითხა, შესაძლებელი იყო თუ არა ნიღძი ადამიანის დნმ ფიზიკური კონტაქტის გარეშე მოხვედრილიყო, თუმცა ამაზე პასუხი ექსპერტისგან ვერ მიიღო. მე შეკითხვა მაინტერესებს როგორც ექსპერტს თქვენ არსებობს თუ არა ესეთი ალბათობა რომ პირდაპირი არაპირდაპირი კონტაქტის გარეშე მოხდეს დნმ კონკრეტულ ობიექტზე. პროტესტი ცოტა მოსამართლე, ვინაიდან ამ შეკითხვაზე გასცა პასუხი და ორჯერ და განაცხადა რომ მოსამართლე შემთხვევაში სასამართლოს მიეცია, რომ დაცვის მხარე აზუსტებს გარკვეულ ინფორმაციას, რომელზეც არის თქვენგანდება და ხოთრო უყოს. კიდევ გიმეორებთ, რომ ალბათობებზე ჩვენ არ ვიკვლევთ, ასე ვთქვათ, ვინაიდან კვალის წარმოქმნის მექანიზმის გამოკვლევა ჩვენთან არ ხდება, ჩვენ ხდება უშუალოდ პაკეტების შემდგომ გენეტიკური კვლევის ჩატარება დნმ-ის ექსტრაქცია და თუ ჩვენ არ გამოვიკვლევთ კონკრეტული ნივთების შესაბამისად ასე ალბათობებზე კონკრეტული პასუხისგაცემა არ შეიძლება. მაშინ შეგვიძლია რომ ალბათობით არა, კონკრეტულად რომ იპასუხოთ. შეიძლება თუ არა. როგორც აღნიშნე, მე არ ვიკვლევ, ასე ვთქვათ, კვალის წარმოქმნის მექანიზმს და ვერ გიპასუხებთ დარჩება თუ არა კონკრეტულ საგანზე, ანუ შეხებით ან არ შეხებით, ან როგორ გადადის დნმ, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ნივთებს. სანამ პროცესზე მოწმე შემოვიდოდა ნიკა კაცია, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გააკრიტიკა და უთხრა, რომ მოსამართლე მიკერძოებულია და მისი მხრიდან სხდომის დახურვის შესახებ განცხადებები მუქარი შემცველია. ყოველ 5 წუთში ერთხელ ისმოდა თქვენ კი ამბობთ რომ გაფრთხილება, მაგრამ ჩემთვის მუქარი შანსი, იმიტომ რომ 5 წუთში ერთხელ რომ აიღებს და ეს ნაბუძარაზე აი ესე მეორე რომ ეს უნდა ყოფილიყო. გავიგერეს, გავაკეთეთ სპანდავიან, რას სიტყვა დავაკეთეთ, მე უბრალოდ მინდა მითხრათ, რომ არ ვარ მოწადინებული და ვერ მეწვით ვერცერთ შემთხვევას, როცა აი რაღაც არიან ხოლმე ბრალდებულებიც, მსჯავრდებულებიც, თქვა ადამიანურად, რომელიც რაღაცნაირად ვერ თოკავთ და ხოლმე მე ის საყვარელიც მიშლის ხოლმე ხელს, მე ვგონებთ ხოლმე, რომ დამშვიდან რეალურად გამტეუცა ხოლმე და ზოგადად არ მიყვარს, მირჩემი არ ვარ, არც ვეული არ ვარ, არც ქაჯი არ ვარ და გახსოვთ მანდატურების იმ აგრესიად ჩემი ვარ. ანუ ეგეც მახულებინეთ ამ ხოლმე რაღაცებს აკეთებთ ისეც, რაც არ ჯდება უბრალოდ ადამიანურობაშიც და მეც გთხოვთ, როგორც ადამიანი ადამიანს, როგორ არ ახლა მე ბოლოს ავწევდი რომ დავინახე უბრალოდ ჩემს და არ შეიძლება თუ შეიძლება მე ხელს არის შედა არასდროს არ ვარ მომართული მათ შორის რაღაც რეპლიკები კი ბატონო ყოფილა რომ საყოველთაო შემჩნევა და მიმსახურები და მიმიღია კიდეც და ეგრევე ვჩუნდები თუ რაღაცას თუნდაც შეფასებაში როცა სულ არა ნამდვილად არ მიზანი მიმართულად არ ვარ ამის მოწოდებებული. პროევროპული აქციების მონაწილე ნიკა კაციას მორიგის სხდომა 25 ივნისს გაიმართება. This is